მასხარა და მოღალატის ეტალონი ეს არის ეპიტეტები, რომელიც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ გამოიყენა. ივანიშვილის კრიტიკის ობიექტები შალვა ნათელაშვილი და გიორგი თარგამაძე გახდნენ. გაიმართება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური კრიტიკის გარდა პრემიერთან შეხვედრაზე ეს საკითხი ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ბიძინა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილს მეორე ტურში მონაწილეობას არ ურჩევს. რჩევა მისაღები აღმოჩნდა კოალიციის კანდიდატისთვისაც. ლევან ფოჩხუა განავრცობს თემას პირდაპირ ეთერში. ლევან, გისმენთ. საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმა დღეს საპრეზიდენტო კანდიდატებზე. პრემიერ-მინისტრი როგორც გაირკვა, არ ფიქრობს, რომ შესაძლოა არჩევნების მეორე ტური დაინიშნოს, რადგან დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი ხმების საკმაო რაოდენობას დააგროვებს და ქვეყანაში ამის აუცილებლობა უკვე აღარ იქნება. პრემიერმა დღეს საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს რეკომენდაციით მიმართა, რომ თუ შედეგები 60%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას აჩვენებს, მარგველაშვილმა მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღოს, თუმცა მარგველაშვილი ერთადერთი კანდიდატი არ ყოფილა, რომელზეც დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, გაცილებით კრიტიკული ის კონკურენტი პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ იყო. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პრემიერ-მინისტრი საპრეზიდენტო კანდიდატების დახასიათებას არ მოერიდა და კონკურენტების მაგალითზე კიდევ ერთხელ დაასკვნა, რომ გიორგი მარგველაშვილი ქართული ოცნების ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატია. თუმცა ვიდრე ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო იმედები გაცხადდება, რჩევა მარგველაშვილს პრემიერმა უკვე მისცა. თუ პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა, ის კოალიციის კანდიდატს მოუწოდებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა აღარ მიიღოს. რომ შედგეს მეორე ტური, მე პირადად მარგველაშვილს ურჩევდი, რომ არ მიიღოს მონაწილეობა. მე ჩემს ვაფიქსირებ, გიორგის შეუძლიას ხანად მოიქცეს, მაგრამ მე გიორგის ვიცნობ. ასეთ შემთხვევაში საერთოდ არ მივიღებდი მე მონაწილეობას მეორე ტურში. თუ საერთოდ მიიჩნევს ხალხი, საერთოდ მიიჩნევს იმას, რაც მე მგონია, რომ გულწრფელად ვაკეთებ და მაქვს ვალდებულება და შესაძლებლობა, რატო უნდა მოვახვილოთ თავს? ასეთ შემთხვევაში ყველა გზა გახსნილი იქნება ჩემი განმოსახედიდან. მარგველაშვილი მზადაა პრემიერის მითითება გაითვალისწინოს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ამის აუცილებლობა არ იქნება. თუ მოხდა საოცრება და ქართველი ამომრჩეველი არ გამოვიდა უბანზე და მოხდა ისე, რომ იქნება მეორე ტური, მე აღარ ვხედავ აზრს იმაში, ასეთ შემთხვევაში, რომ ძალიან აქტიურად დავრჩე პოლიტიკაში ჩართული. მაშინ იმ მიზნების განხორციელება, რომელზეც საუბრობს ბიძინა, რომელზეც საუბრობ მე, რომელიც კიდევ ერთხელ ერთიანად იკვეთებოდა და ერთიანად ისახებოდა, აღარ არის საჭირო. საკუთარი კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გარდა დღეს პრემიერს არც მისი ოპონენტები დავიწყებია. ის საუბრა იმ რეიტინგებზე, რაც პარტიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა. მე იმ ნაწილსაც გაგებით ვეკიდები, რომ ნათელაშვილსაც აქვს 1-2%. ნათელაშვილი, რომელიც 20 წელიწადია გვატყუებს, რამის მასხარა გახდა ეს კაცი და დღეს კიდევ ეს პროცენტები აქვს, რა თქმა უნდა ეს პრობლემაა საზოგადოების. გიორგი თარგამაძეს აქვს 1-2%. ამ კაცს მუდამ მეჭირა პოზიცია ქვეყნის საწინააღმდეგო და მოღალატის ეტალონს გავს ეს კაცი ჩემს თვალში. სულ ყოველთვის იქ იდგა, სადაც ქვეყანას არ სჭირდებოდა და ქვეყნის საპირისპირო პოზიცია ეჭირა. $1 მილიარდი ეს ის თანხაა, რასაც გიორგი თარგამაძე ბიძინა ივანიშვილისგან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ითხოვს. თარგამაძე ივანიშვილს სასამართლოში უჩივის. ეს არ არის მხოლოდ უბრალოდ პოლიტიკური შეფასება, ეს არის სერიოზული ბრალდება. მე არ მინდა შეურაცხყოფით უპასუხო ამ შეურაცხყოფას, ამ ადამიანს როგორც ჩანს ვერ გავეჯიბრებით ამ საქმეში. მე მიმართავ სასამართლოს, სადაც მას დეტალურად აუხსნიან თუ რას ნიშნავს სახელმწიფოს ღალატი, რას ნიშნავს ეს ბრალდება. პრემიერს კითხვა კიდევ ერთ კანდიდატთან დაკავშირებით დაუსვეს. დემოკრატიული მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის ხსენებისას ივანიშვილმა სიფრთხილე შეინარჩუნა. მხოლოდ ის თქვა, რომ მცირედით რეიტინგში ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატს ჩამორჩება. მან ბურჯანაძეს პოლიტიკური პერსონის მიმართ არჩევანის გაკეთება ან არ გაკეთება ისევ საზოგადოებას ანდო. ივანიშვილის პოზიციამ ბურჯანაძეს და დავით ბაქრაძეს კითხვები გაუჩინა. არ არის თქვათ რთული შესაძლებელი ნინო ბურჯანაძე. ძალიან კარგად იცის საზოგადოება მისი წარსულის და დღევანდელობაც 10%-ის ირგვლივ არის. ზოგჯერ 8-დან 12-მდე ადის ნინო, მე რაც მინახავს ყველა კვლევებში ჩვენი თუ სხვისი. ბაქრაძე არის ოდნავ მაღლა 2%-ით, 1-2%-ით ბაქრაძე უსწრებს. ბაქრაძეს არანაირი შანსი არ აქვს, ეს ყველა მიცის და აგერ სამეგრელოში ვართ და ყველაზე უკეთესი შედარებით თითქოს მდგომარეობა აქვს სამეგრელოში და აქაც არ არიან ისინი პირველ და მეორე ადგილზე, ესე რომ ესეც აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას ეს განცხადება. მე მას არ ვაკრიტიკებ აბსოლუტურად შეგნებულად, იმიტომ რომ მე ვარ ქვეყნის პატრიოტი, ერთგული ადამიანი და ზოგადად მადლიერი ადამიანი, მე მას ვუფასებ იმას, რაც მას გაუკეთებია საქართველოსთვის. იმედი მაქვს, რომ მეორე ტურის შემთხვევაში ბატონი მარგველაშვილი მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს და იმედი მაქვს, რომ ჩვენ მე და მას გვექნება ჯანსაღი კონკურენცია მეორე ტურში. ეს არის კარგი ქვეყნისთვის და როდესაც ვსაუბრობთ ისეთ სერიოზულ არჩევანზე, როგორც არის საპრეზიდენტო არჩევნები, ვფიქრობ, გაბუტვის და პირობების დაყენების დრო ნამდვილად არ არის. ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის
თვითონ საარჩევნო პროცესებსაც და ერთის მხრივ ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ამორჩეველზე ზეწოლათაც შემიძლია განვიხილა, იმიტომ რომ ეს ერთგვარი მინიშნება იმისა, რომ პირველ ტურში უნდა დასრულდეს არჩევნები. შეფასებები არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც გაკეთდა. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ მეორე ტურთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებების სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირ მინიშნება იმის, რომ არჩევნები პირველივე ტურში უნდა დასრულდეს. პრეზიდენტობაზე პრეტენზია არ აქვს, თუმცა პოლიტიკოსის რანგში ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის ობიექტი დღეს კახა კუკავაც გახდა, თუმცა რატომ ისაუბრა პრემიერმა მასზე, კუკავას საკუთარი არგუმენტები აქვს. არ მინდოდა ახლა არასერიოზული კაცია რა, სადაც ფულსუხტიან იქ მიდის და ამბობს რომ იმიტომ აღარ უნდა ახლა წავა პოლიტიკიდან წავაო, მოვიდაო ის ფული ამოიღო, რაც საერთოსო რაღაც 400 მილიონზე საუბრობს, არაფერი ერთი კაპიკი არ დაუდევსო თვითონო და უკაცრავად უხეში სიტყვებით ახლა აიკიდეო და მიდისო. არჩევნების პროცესში მე მაგას ვემუშავებოდი ბევრს, მაჟორიტარობას ვაძლევდი და ბოლოში გადაწონა რაღაც წინადადებამ სხვა, მაგრამ გადაწონა თვითონ იფიქრე. პრემიერ-მინისტრმა გამოხატა ძალიან გულწრფელი წყენა და გაბრაზება იმის გამო, რომ ვერ მიყიდა ვერც მე და ვერც ჩვენი პარტია. და ეს წყენა ისი მხრიდან არის აბსოლუტურად ბუნებრივი, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველა სხვა პარტიასთან მიმართებაში ეს მოლაპარაკება დამთავრდა წარმატებით. მე ხვალ ქართულ პრესას გადავცემ კონკრეტულ სახელებს, გვარებს, ვიდეო, ფოტო და წერილობით მასალას, სადაც არის მითითებული თუ კონკრეტულად რომელი ადამიანების საშუალებით რა ფინანსურ შემოთავაზებებს ჰქონდა ადგილი მისი მხრიდან. და პრემიერ-მინისტრის განცხადებები დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა შეაფასა. პრემიერს საერთოდ როგორც ჩანს ძალიან ცოტა წიგნი აქვს საკითხული. საქართველოს კონსტიტუცია ამ სიაში საერთოდ არ შედის, ეს ნამდვილად ასეა და ამის დემონსტრაციას ყოველ ჯერზე აკეთებს. არ იცავა წიგნების საკითხავად, ეთყობა ფულის კეთება უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იყო მისთვის, მაგრამ ამას რო თავი დავანებოთ და მაგრამ კონსტიტუცია უნდა წაიკითხა მაინც, მნიშვნელოვანი მიხედავთ, რამდენი ფული აქვს სამანყვაგარიშს. პრესკონფერენცია ბიძინა ივანიშვილმა დღეს ისე დაასრულა, რომ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების გამართვის პირობა დადო. ივანიშვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში ევროპული სტანდარტებით ჩაივლის. მადლობა ლევან ფოჩხუას, საუბრობდა ქრონიკის ეთერში.